ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რა ფუნქციაც უნდა კონდეს, რასაც უნდა ასრულებდეს, იმას არ ასრულებს საერთოდ. ანუ ქვეყნის უსაფრთხოებას კი არ იცავს, დაძდებს ოპოზიციურ პარტიებს, აქტივისტებს და მათი მოსმენით არის დაკავებული, მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრით არის დაკავებული, ანუ მთლიანად გამოშიგნულია უსაფრთხოების ფუნქციებიდან და სუფთად პოლიტიკური ფუნქცია აქვს აღებული, ამიტომ ის რეფორმითაც ახლა ის არსებობს, უბრალოდ ამ ქვეყანას არ ჭირდება არაფერში, იმიტომ რომ ისინი რეალურად არაფერს არანაირ საქართველოს უსაფრთხოებას არ იცავენ. ისინი იცავენ კონკრეტული პარტიის ინტერესს, რომელიც იმ წუთას არის ხელისუფლებაში. ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ ხელისუფლებაში, მათ პოლიტიკურ დაკვეთაში ასრულებენ. ამიტომ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, ეს უსაფრთხოების სამსახური უბრალოდ არ უნდა არსებობდეს, ეგრეთ წოდებული სუსი უბრალოდ უნდა გაუქმდეს, რაც შეეხება მის ფუნქციებს, მის ფუნქციები უბრალოდ უნდა გადანაწილდეს სხვადასხვა უწყებაზე. ჩვენი ხედვა რაც არის, ეს არის ის, რომ სუსის კონკრეტულ ფუნქციებს, რაც ეხება მაგალითად ქვეყნის უსაფრთხოებას, შეითავსებს საერთოდ ახალი სამსახური, რომელიც შეიქმნება, იქნება ეროვნული საგამოძიებო ბიურო, დაახლოებით ამერიკის FBI-ის პრინციპით, რომელიც გამოიძიებს მნიშვნელოვან საქმეებს და ასევე ექნება სპეციალური დეპარტამენტი, რომელშიც მოხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება. ეროვნულ საგამოძიებო ბიუროში იქნება სუსის ფუნქციები გატანილი, როგორც თქვი, მათ შორის ოპერატიული საქმიანობა, ასევე იქნება გატანილი გამოძიების ფუნქცია, ხოლო დანარჩენი ის რა ფუნქციებსაც სუსი ასრულებს, გადანაწილდება სხვადასხვა უწყებებზე. კონტრტერორისტულ დეპარტამენტზე მაგალითად და კონტრტერორისტულ დეპარტამენტი გააკეთებს კონკრეტულად მის ფუნქციას და აღარ ექნება ის ფუნქცია, რაც არის ახლა კონტრტერორისტულ დეპარტამენტმა შეიძლება გამოიძიოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრის საქმე. მოკლედ ეს ყველაფერი ფუნქციები ერთმანეთში არეული, ვინ რას აკეთებს ამ წუთას არავინ არ იცის. ყველაფრის ფუნქცია აქვს. ეს ყველაფერი მკაცრად იქნება გაწერილი, ვინ რას აკეთებს, ვის რა ფუნქცია აქვს. კონტრტერორისტული და კონტრტერორისტული დეპარტამენტი და კონდაზვერვა იქნება საერთოდ ცალკე სამსახური, ისინი გამოეყოფა სუსს, უпроსოდ სუსი აღარ იქნება და ამ დეპარტამენტებს ექნება ცალკე ფუნქცია, რომლის ხელმძღვანელსაც დანიშნავს პრემიერ-მინისტრი 5 წლის ვადით. რაც შეეხება ეროვნული საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს, მას აირჩევს პარლამენტი ორმაგი ვოტუმით. შესაბამისად, აქ უკვე მონაწილეობა იქნება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის. კიდევ ერთი პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული მოსმენების სამსახური, რომელიც ასევე მთლიანად პოლიტიზირებულია და უსმენენ, ვინც გაუხარდებათ და როცა გაუხარდებათ და სასამართლოში მიდიან უბრალოდ იმისთვის, რომ ფორმალურად აიღონ ნებართვა. აქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს აუცილებლად ოპოზიციის მონაწილეობა, რომ ჩვენ ავირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ. მოსმენების სამსახურის უფროსის არჩევაც მოხდება ორმაგი ვოტუმით პარლამენტის მიერ. თუმცა ჩვენ ერთ რაღაც უნდა ვიცოდეთ, რაც არ უნდა დავწეროთ ჩვენ და რა მაგარი კანონიც არ უნდა მივიღოთ, თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, შეუძლებელია რამენაირი რეფორმა გატარდეს, თუ არ არის პოლიტიკური ნება, ეს ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ინიციატივა დარჩება უბრალოდ ფურცელზე დაწერილად და მეტი არაფერი არ შეიცვლება. როგორც კი ამ პოლიტიკურ ნებას მივიღებთ, შემდეგ უკვე ბევრად მარტივია შეჯერება, შეთანხმება, ბავშვად შეიძლება ვიღაცას ცოტა განსხვავებული იდეა ჰქონდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა მოგვარდება პოლიტიკური მდგენელი, რაც აქვს დღევანდელ უსაფრთხოების სამსახურს, ეს პოლიტიკური მდგენელი გამოეცლება. და თუმცა ეს არ არის მარტო საკმარისი, ჩვენ თუ ამას არ მიუდგებით ერთიან სისტემაში, თუ არ მოვახდენთ როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურის და პარალელურად უსაფრთხოების სამსახურების რეფორმებს, შეუძლებელია რაღაცა ერთი კონკრეტული ამოვიღოთ, იმის რეფორმა გავაკეთოთ და ყველაფერი დაალაგდეს. ასე არ ხდება, ამიტომ ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი, ქართულ ქარტიაში რა პუნქტებიც არის ჩამოწერილი, ზუსტად ამას ეხება, იქ არის კომპლექსური მიდგომა ყველა საკითხის მიმართ. სასამართლო, პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახურები ერთიანად პარალელურ რეჟიმში თუ არ მოხდება, სხვანაირად უბრალოდ კარგი კანონი დარჩება მხოლოდ კარგანონად, ოღონდ ეს იქნება ფურცელზე. სასამართლო არის რეალურად ზედამხედველი, რომ უსაფრთხოების და ზოგადად სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ გამართულად ნორმალურ რეჟიმში. ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც სურვილი ექნება საკუთარ ხელში მოაქციოს ძალაუფლება, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურები გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. ამის კონტროლის ერთ-ერთი საშუალება და უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ზუსტად სასამართლო. ნორმალურ ქვეყნებშიც გვაზღვევს რეალურად პატიოსანი მოსამართლე. თუ არ გვეყოლება პატიოსანი მოსამართლე, შეუძლებელია ვისაუბროთ რამენაირ დაზღვევის მექანიზმზე. პატიოსანი მოსამართლე როგორ შეიძლება გყავდეს? პირველი ეს არის, რაც ასევე ქარტიაში გაწერილი გვაქვს, ეს არის
კეთილსინდისიერების შემოწმება, რომ ჩვენ გვყავდეს ნორმალური მოსამართლეები სასამართლოში და არ გვყავდეს ის კლანი, რომელიც გვყავს ახლა, ოღონდ არ წარმოვიდგინოთ ისე, რომ ყველა მოსამართლე ამ კლანის წევრია და ყველა ერთნაირია, იქაც არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ პოლიტიკურ საქმეებზე გასაგებია, რომ არ აკარებენ, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ვერასდროს ვერ მოხვდებიან პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეზე, არასდროს არ დანიშნავენ მათ, ხო? ამიტომ ნორმალურ ქვეყნებშიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაზღვევს კონკრეტული ადამიანის კეთილსინდისიერება, აიღებს ერთ ფაქტს, აიღებს მეორე ფაქტს, შეადარებს ერთმანეთს და თავად საკუთარი სინდისიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. საქართველოში ჩვენ სიტუაციად გვაქვს, აქ არავინ არ იღებს პოლიტიკურად სენსიტიურ და მნიშვნელოვან თემებზე საკუთარი სინდისით გადაწყვეტილებას. ყველა იღებს პოლიტიკური მდგენელით. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება ის პრობლემაც, რადგან თქვენ ისაუბრეთ, რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს შეცდომებიც, არავინ არ არის ამისგან დაზღვეული და ვერავინ ვერ დაგვაზღვევს ჩვენ მოსამართლის შეცდომისგან, მაგრამ ჩვენ თავარია ვიცოდეთ, ჩვენმა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ ის ადამიანი საკუთარი სინდისით იღებს გადაწყვეტილებას და არა სხვა გარე ფაქტორების გამო, რაც ახლა ხდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაფრისგან გვაზღვევს მაინც პირველი პოლიტიკური ნება და ეს არის საბოლოო ინსტანცია, ეს არის სასამართლო, რომელმაც უნდა დაგვაზღვიოს ჩვენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან და პირადი მიზნებით გამოყენებისგან. ამას მხოლოდ გვაზღვევს ჩვენ ადამიანების კეთილსინდისიერება, რომელიც უბრალოდ უნდა გავაჩინოთ ჩვენ სასამართლოში, უბრალოდ უნდა გავანთავისუფლოთ ეს კლანი, უნდა მოვაშოროთ ამ სისტემას და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ნორმალურ სისტემაზე და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას. რაც შეეხება ამ უსაფრთხოების სამსახურების კონკრეტულ კანდიდატებს. ამ კანდიდატებს შეარჩევს სპეციალური კომისია, რომელიც იქნება როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჩართული, ისე შეიძლება ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული უფლებადამცველები. ისინი შეარჩევენ რამდენიმე კანდიდატს, მაგალითად 3 კანდიდატს, ამას წარუდგენენ პარლამენტს დასამტკიცებლად და პარლამენტი უკვე თავისი შემადგენლობიდან აირჩევს ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც გახდება მერე ხელმძღვანელი. მოხსნა უფრო მარტივი პროცედურა იქნება შედარებით, თუმცა ეს იქნება მაინც კვალიფიციური უმრავლესობა 90 ხმა, ეს არ იქნება უბრალო უმრავლესობა, რომ ნებისმიერმა რაღაცა ერთი პარტია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, არ მოხსნას ადამიანი, რომელიც პოლიტიკურად დამოუკიდებელია, მისი დანიშნული არ არის და ასე შემდეგ. სხვა კონტერორისტულ დეპარტამენტს თუ გულისხმობთ, ეს არის მთავრობის ფუნქცია, მას დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, უпроსტად მისი წარდგინებით დანიშნავს პარლამენტი უბრალო უმრავლესობით, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ეხება საგარეო საფრთხებს და კონკრეტულად ტერორიზმს და მისი ფუნქცია არ იქნება პოლიტიკური საქმეების, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური საქმეების გამოძიება. სადაც ეს პოლიტიკური მდგენელი შემოდის, ყველას ამ ასეთი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნას ყველგან დასჭირდება პარლამენტის თანხმობა. დანიშვნასაც და მოხსნასაც. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში ჩახედვაზე და ეგრეთ წოდებულ დობიჯ ჯგუფებზე, კი აქ გარკვეული რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, ახლა არ შეიძლება ჩვენ ვერ დავდებთ ყველა ადამიანზე თავს, რომ ის არ ემსახურება რომელიმე უცხო ქვეყნის ინტერესს, ხო? მაგრამ ამისთვის არსებობს ზუსტად ის უსაფრთხოების სამსახურები, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ, რომელიც კონკრეტულად ყველანაირი პოლიტიკური მდგენელის გარეშე გამოიძიებენ ასეთ საქმეებს და მათი ფუნქცია არის უკვე გამოავლინონ, მათ შორის პარლამენტშიც თუ ვინმე ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ჩვენ ადამიანებს ვერ დაუწყებთ გარჩევას, ჩვენი პოლიტიკური გემოვნების გამო, ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს და ვის აქვს უფლება ჩაიხედოს რამე ისეთ საკითხებზე, რომელიც უსაფრთხოებას ეხება და ვის არა აქვს ამის ფუნქცია. ჩვენ ამას ვერ გავარჩევთ, ისიც პარლამენტის წევრია, ესეც პარლამენტის წევრია, თუ ვინმე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინმე ინტერესებს ემსახურება, ეს უკვე უნდა გამოიძიოს იმ ხალხმა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ინტერესი, ერთადერთი ინტერესი, რაც აქვს, ამ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში როდესმე ნორმალური სიტუაცია გქონდეს, ნორმალური ხელისუფლება გყავდეს, ნორმალური სასამართლო გქონდეს, ნორმალური უსაფრთხოების სამსახურები გქონდეს, პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური ნების გამოვლენა. პოლიტიკური ნების გამოვლენის გარეშე შეუძლებელია რამეს გაკეთება, რაც არ უნდა ლამაზი კანონი მივიღოთ და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. როცა პოლიტიკური ნება ამისი იქნება და მე მჯერა რომ ახლა ოპოზიციაში მათ ყველაში არის პოლიტიკური ნება, რომ ისე აღარ გაგრძელდეს როგორც აქამდე იყო, იმიტომ რომ ყველამ გამოსცადა საკუთარ თავზე ის თუ რას ნიშნავს პოლიტიკური მართლმსაჯულება, ამიტომ არავის უნდა ხელისუფლებაში როცა აღარ იქნება, ის იყოს შემდეგი. მე მჯერა რომ ეს პოლიტიკური ნება არის, დანარჩენი უკვე არის ტექნიკის საქმე, ჩვენ შეგვიძლია ნორმალური კანონები მივიღოთ ძალიან მალე, ნორმალური სასამართლოს გქონდეს ძალიან მალე. ამის გაკეთება არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, მაგრამ არ ჭირდება 5 წელი და 10 წელი. ჩვენ შეიძლება ძალიან მალე გქონდეს როგორც ნორმალური სასამართლო, ისე ნორმალური უსაფრთხოების სამსახურები და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამთავრდეს იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს და ვიყოთ მაგალითად ნებჩვეულებრივი ევროპული ქვეყანა, სადაც არავინ არ საუბრობს ვინმეზე, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არ დაჭერს.
პოლიტიკური ნება და მერე განხორციელების უნარი მე მჯერა რომ ახალ კოალიციას რამის საშუალება ექნება.